გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს და მორწმუნე ადამიანს არ ჭირდება ცოდნა, რომლის არ ქონაც ვითომც და უხვად კომპენსირდება პირადი ღვთისმოსაობითა და მისტიური გამოცდილებით. მარტივად რომ თქვათ, საჭირო არ არის სწავლა, არც წმიდა წერილის გამოკვლევა. უბრალოდ მცნებებით ცხოვრება საკმარისია და საჭიროების შემთხვევაში ღმერთი თავად გაგიცხადებს ყოველივე საჭიროს. ასეთ მოსაზრებებს ხშირად მოისმენთ მორწმუნე ადამიანებისგან, მაგრამ შესაძლოა მათ არ იციან, რომ ასეთი საუბრით ქადაგებენ ერესს, რომელიც ეკლესიამ მრავალი საუკუნის წინ განიხილა და უარყო. საუბარია ეგრეთ წოდებულ გნოსეომაქიაზე, რაც ბერძნულიდან ითარგმნება როგორც ბრძოლა ცოდნასთან. ეს სწავლება ცოდნას სათნოებათა რიგიდან გამორიცხავს და მას არასაჭიროდ მიიჩნევს. ამასთან ერთად, ხშირად იმოწმებენ ამა თუ იმ წმინდა მოსაგრეს, რომლებიც მართლაც უბრალო და გაუნათლებელი ადამიანები იყვნენ. მათი მაგალითი აყვანილია აბსოლუტიზმამდე და ამტკიცებენ, რომ მათი ბედი გამონაკლისი კი არა, წესია. შესაბამისად, ცოდნის გარეშე, ანუ უცოდინრობით, შესაძლოა იოლად გავიდეს ფონს ნებისმიერი ადამიანი. გნოსეომაქიის თვალსაზრისით ქრისტიანს რაციონალურად აზროვნება არ ჭირდება, ღვთისმეტყველება და ფილოსოფიაც კი ზედმეტობად მიიჩნევა. ეკლესიის დამოკიდებულება გნოსეომაქების მიმართ ძალზე უარყოფითია. ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში წმინდა იოანე დამასკელმა გნოსეომაქია მის მიერ შედგენილ ერესთა სიაში შეიყვანა. ცნობილია, რომ ბევრი ერეტიკული სწავლება და თეორია თანდაფან ტოვებდა ისტორიულ არენას, მიმდევრებს კარგავდა, მაგრამ გნოსეომაქიის იდეები ძალზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. მაგალითად, იოანე დამასკელიდან 4 საუკუნის შემდეგ იმავე პრობლემის შესახებ წერდა სხვა წმიდანი, ევსტრატე თესალონიკელი, წიგნში მონოზნური ცხოვრების გამოსწორების შესახებ, რომ შემეცნების, სწავლისა და მეცნიერებებში წარმატების სურვილის არ ქონა, ნამდვილი უბედურება იყო ბიზანტიის მონოზნური ცხოვრებისთვის, რომელსაც იმ დროისთვის ორიოდე ნაბიჯი გააშორებდა კრახსა და დაღუპვას. ტექსტში წმინდანი არა მხოლოდ სერიოზულ მოსაზრებებს გამოთქვამს, არამედ ძალზე მკვეთრად უტევს თავის პოტენციურ ოპონენტს, ცოდნის უარმყოფელ ბერს. ოხ, შეუგუნურო, რატომ გსურს მონასტრის ბიბლიოთეკა საკუთარი სულივით დააცარიელო? თავად არაფერი იცი, არანაირი ცოდნა არ გაქვს და ბიბლიოთეკას სამეცნიერო თვალსაზრისით ძალზე ძვირფას საუნჯეს რატომ ართმევ? საშუალება მიეცი ბიბლიოთეკას ძვირფასეულობა დაიმარხოს. შენ შემდეგ შემოვა ვინმე, ვინც ან მეცნიერებას შეისწავლის, ან ცოდნის მოყვარე იქნება, ვინც წიგნებს გამოიკვლევს და უწინდელზე მეტ სიბრძნეს შეიძენს. ასეთი ადამიანი ამ ბიბლიოთეკაში თავისთვის სასარგებლოს რაიმეს ხპოვებს. სწავლა არც შენთვის იქნებოდა ურიკო. გონიერებასა და ცოდნაზე უარის თქმის იდეას აკრიტიკებდნენ ეკლესიის სხვა ცნობილი მოღვაწეებიც, მაგალითად წმინდა იოანე ოქროპირი, ნეტარი იერონიმე სტრიდონელი და სხვები. გნოსეომაქიის ერესის აღწერაში ღირსი იოანე დამასკელი წერს. ისინი ქრისტიანებისთვის ყოველგვარ ცოდნას უარყოფენ. ამბობენ, რომ ამაოდ დაშვებიან ისინი, ვინც საღვთო წერილში რაიმე ცოდნას ეძიებენ, რამე თუ უფალი ქრისტიანისგან კეთილი საქმეების მეც არაფერს ითხოვს. ასე რომ უკეთესია მარტივად იცხოვრო და ცოდნასთან დაკავშირებულ არანაირ დოგმატზე ცნობის მოყვარეობა არ გამოიჩინო. სამწუხაროდ ეს სიცოცხლისუნარიანი და გამძლე კონცეფცია დღემდე არსებობს, მაგრამ მისი მიმდევრები როგორც არ უნდა აცხადებდნენ თავს მართლმადიდებლებად, ეკლესიის პოზიცია მაინც უცვლელი რჩება. რაციონალური ცოდნისა და აზროვნების უარყოფა ერესად ითვლება.